დაკავებული ჟურნალისტების საკითხზე განცხადებას აკეთებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდის. დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას უზრუნველყოფენ. კეთი ხიდიშელი გვეტყვის უფრო დეტალურად, რაზე ისაუბრა ნორლანდმა თავის განცხადებაში. კეთი გისმენთ. იახბექა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა ძალისხმევის შედეგად მოხდება ქართველი ჟურნალისტების დროული გათავისუფლება. რიჩარდ ნორლანდის განცხადებით საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია უკანონოდ და ეს ხელოვნურად შექმნილი ეგრეთ წოდებული საზღვრები წარმოშობს მნიშვნელოვან პრობლემებს. ქართველი ჟურნალისტების დაკავებაც კი არის ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. რიჩარდ ნორლანდის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ კარასინისა და ზურა აბაშიძის პირისპირ შეხვედრის მთავარი თემა იყო სწორედ TV3 ჟურნალისტების დაკავება. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კომენტარი. საქართველოს ოკუპაცია სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანებს გადაადგილებაში. ჟურნალისტების დაკავების ფაქტი სწორედ ამის მაგალითია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ევროპის სადამკვირვებლო მისია უზრუნველყოფს TV3-ის გადამღები ჯგუფის გათავისუფლებას. TV3 ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით დღეს პირველი კომენტარი, პირველი ტექსტუალური განცხადება გავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ TV3 ჟურნალისტებმა მიზანმიმართულად და შეგნებულად გადაკვეთეს საზღვარი და მათ მოახერხეს ადგილზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გადაღება. მე გავიმეორებ, რომ ეს არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. რუსეთში ფიქრობენ, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება კარასინისა და ზურა აბაშიძის შეხვედრის წინ. დღეს შეფასებები ამ განცხადებას უკვე მოყვა თბილისში. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რუსეთის განცხადება არის არასერიოზული. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ეს შეფასებები. რუსეთი ცდილობს თავი გაიმართლოს უკანონო დაკავების გამო. არ არსებობს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, შესაბამისად იქ განთავსებული ყველა ის მავთუხლართი თუ ეგრეთ წოდებული საგუშაგო არის უკანონო. არავითარი სურვილი არ ექნებოდა ჟურნალისტს, რომ რაიმე სახით შეღწეული იყო და რაღაცა ვითომ და საიდუმლო ობიექტები გადაიღო, რომელიც ისედაც ძალიან კარგად ჩანს. ამიტომ ამ შემთხვევაში მით უმეტეს ის იმ ნაწილში განცხადება, რომ თითქოს ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩაგვეშალა კარასინი აბაშიძის შეხვედრა, სადაც ჩვენი ინტერესების გატარება სურს, ასევე რა თქმა უნდა არალოგიკური და არასწორია. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთის წახალისების მხარდაჭერისა და ინფორმირებულობის გარეშე და შეთანხმების გარეშე ასეთი ნაბიჯები არ ედგმება და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მიდგომა აქვთ. პირიქით უნდა ცდილობდნენ იმას, რომ რაღაც პოზიცია იყოს, რომ ჟურნალისტები არ უნდა დააკავონ და საერთოდ არავინ არ უნდა დააკავონ ასეთი მიზეზები და ჩვენ ვხედავთ საწინააღმდეგო. TV3 ჟურნალისტების დაკავებიდან 24 საათი გავიდა. არსებული ინფორმაციით ისინი ამ დრომდე რჩებიან ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით მათ ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება. მადლობა კეთი ხიდიშელი საუბრობდა. TV3 ჟურნალისტების დაკავების ფაქტს გრიგორი კარასინი გამოეხმაურა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს თემა შეხვედრაზე განხილული იქნა. მისივე თქმით, ქართულმა ჟურნალისტებმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და მსგავსი შემთხვევები რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთა შეხვედრის წინ ხშირად ხდება. Мы затронули эту тему сегодня. დღეს გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს შევეხეთ. მე ვიცი ჩვენი სამინისტროს მიერ ქართველი ჟურნალისტების შესახებ გაკეთებული განცხადების შინაარსი. მათ სამხრეთ ოსეთის საზღვარი გაფრთხილების გარეშე გადაკვეთეს. სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი პრაღაში ჩვენი შეხვედრის წინ მოხდა. ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ ქართული მოსახლეობის იმ ნაწილთან ერთად, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს, არიან ისეთებიც, რომლებიც ალბათ კონფრონტაციასა და ვნებათაღელვის გამძაფრებას ემხრობიან. ჩვენ გვიჩნდება შეშფოთების გრძნობა, რადგანაც პრაღაში ჩვენი შეხვედრები ძირითადად კონკრეტული შედეგების მიღწევებისკენ არის მიმართული, იქ სადაც ეს შესაძლებელია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობს საგარეო საქმეთა სამინისტრო TV3 ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებით. განცხადებას ავრცელებს და რუსეთის საგარეო უწყების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ტელეკომპანია 2014 წლის 15 აპრილს გორის რაიონის სოფელ ლადოში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა დააკავა ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახტანგ ლეკიაშვილი და ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი. ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ადგილზე მავთუხლარ
ლაპარაკების გავლების ფაქტს აშუქებდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებს, საქართველოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მიმართა მათ მხარდაჭერის დაუყოვნებლივ აღმოჩენის თხოვნით. დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საკითხი წამოყენებული იქნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან 16 აპრილს პრაღაში გამართული შეხვედრისას. საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში და უწყვეტ კავშირშია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მოვლენათა განვითარების თაობაზე. ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს 16 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას, მიგვაჩნია, რომ სწორედ რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავება არის მორიგი პროვოკაცია. საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ქვეყანაში ვითარების დაძაბვა. აღნიშნულს ნათლად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციისკენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე. ყოველივე ეს დასტურდება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული თანამიმდევრული ნაბიჯებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავების ფაქტს და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას უპირველესად საქართველოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს და ყველანაირად შეუწყოს ხელი ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლებას. განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებს. 15 აპრილს დაახლოებით 5 საათზე ცხინვალის რეგიონში სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო სამსახურმა FSB-მ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის დააკავა საქართველოს 3 მოქალაქე. მესაზღვრეების განცხადებით დაკავებულებმა თავი ქართული ტელევიზიის TV3 ჟურნალისტებმა წარადგინეს შემდგომი სამართალწარმოებისთვის დაკავებულები ბელა ზაქაიძე, ვახტანგ და მიხეილ მიხოევი დადგენილი რეჟიმის თანახმად მესაზღვრეებმა გადასცეს ცხინვალის სასაზღვრო სამსახურს. ამჟამად მიმდინარეობს შემოწმებითი სამუშაოები. ამ განცხადებას ოსური მხარე ავრცელებს. TV3-ის გადამღები ჯგუფის დაკავებიდან ზუსტად 24 საათი გავიდა. ბელა ზაქაიძე, ვახტანგ ლეკიაშვილი და მიშა მიხოევი ცხინვალის ტერიტორიაზე რჩებიან. გიორგი მანჯავიძე ბოლო სიახლეები ჩაგვერთვება ერგნეთის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან. გიორგი, გისმენთ. ჯერჯერობით ამ წუთისათვის ერგნეთის საგუშაგოსთან ვითარება არის უცვლელი. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი წყაროების ინფორმაციით და ეს არ არის ოფიციალური წყაროები, მხოლოდ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით არის ის, რომ შესაძლოა TV3-ის გადამღები ჯგუფი დღეს გაათავისუფლონ დღის ბოლომდე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია და ამის დადასტურება ოფიციალურ წყაროს ჯერჯერობით არ მოუხდენია. სხვა მხრივ, აქ კვლავ რჩებით ჟურნალისტები, არც ერთი ოფიციალური პირი და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი ჯერ აქ არ გამოჩენილა და როგორც უკვე გითხარით, ჩვენს ველოდებით უკვე მომდევნო ახალ ინფორმაციას ჩვენ თანამშრომლებთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც ვიცით ჩვენი შიდა წყაროებით ეს არის რომ დღეს უნდა გაათავისუფლონ, თუმცა მე ვადასტურებ რომ ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია. ვიცი ის რომ შინაგანი საქმეთა სამინისტრო და საგარეო უწყება მუშაობენ ძალიან მაღალ დონეზე. ვიცი ის რომ ჩვენი ჟურნალისტები თავს ნორმალურად გრძნობენ, ჯანმრთელობის კუთხით გულისხმობ, სხვა ინფორმაცია სამწუხაროდ არ გვაქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დღეს ვესაუბრე, ძალიან სამწუხაროა რომ ქვეყნის პირველი დიპლომატი აკეთებს მსგავს განცხადებას, იმიტომ რომ ეს ჯერ არავინ არ იცის რა მოხდა რეალურად, სად დააკავეს, თუმცა ჩვენი წყაროებით ასევე ვიცით რომ ჩვენი ჟურნალისტები, TV3 ჟურნალისტები დააკავეს ჩვენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე.